საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგანგებო სიტუაციების პროექტის ფარგლებში საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა. სპეციალურად მათთვის თბილისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 3 წარმომადგენელი და წითელი ჯვრის 2 კონსტრუქტორი ჩავიდა, რომლებმაც საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს. დაგეგმა წითელმა ჯვარმა, რომ ეს სიმულაციური ვარჯიში ჩაგვეტარებია სკოლაში, თითქოს მოხდა ხანძარი და როგორ მოიქცეოდნენ ბავშვები, მასწავლებლები და როგორ გამოვიდოდნენ წინარე საევაკუაციო გეგმასთან გეგმის მიხედვით. და ჩვენ გარდა ამისა სკოლებში და საჩხერში სხვა საქმიანობები გვაქვს აქეთ დაგეგმილი და უკვე ჩატარებული. აქ დანიის წითელი ჯვარი მიღებულობს მონაწილეობას საქართველოს წითელ ჯვართან ერთად, ევროკავშირიც და ყველა ამაში გაერთიანებული არიან, მრავალი ჩართული არიან საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლების და დღევანდელი დღე იმით არის ნაყოფი, რომ ბავშვებმა უკვე რაც ისწავლეს პრაქტიკა ნახეს და უდიდეს მადლობას უხდის უყველას. ეს პროგრამა გაგრძელდება და საჩხერის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის მათ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცენ კრიზისულ სიტუაციაში, მზად იყვნენ ასეთი პრობლემების წინაშე, რომ არ იყოს მათში შიში და მზაობა იყოს მობილიზებისათვის. ხედავთ როგორ ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის დროს ბავშვები და პედაგოგები სასწავლო რეპეტიცია სკოლის ეზოში მოეწყო. სკოლის ეზოში სახანძრო მანქანის სირენის ხმა გაისმა, რის შემდეგაც მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შენობის ევაკუაცია მოახდინეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ გამეორდება, უკვე გვეცოდინება თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. რას თავარია უნდა მოხდეს? შვიდობიანად ევაკუაცია გამოვიდეთ გარეთ და შემდეგ უკვე სხვები მიხედავს. ერთჯერადი აქცია გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად მივიღეთ სახანძრო სამაშველო სამსახურმა მონაწილეობა. მადლობას ვუხდი ჩამოსულ სტუმრებს, რომ ესეთი აქციები მოეწყო. წითელი ჯვრისა და საჩხერის საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ახლო მომავალში საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებშიც ჩატარდება.